მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 23-29 ივნისის შვალეთში ნარე ასტროლოგიურ პროგნოზ უპირველესკურის მიაქციოთ ყურადღება 25 რიცხვს 25-ში ან 4 შაბათს ჩვენ გვაქვს ახალ მთვარეობა კერჩხების ზოდიაქოს ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს მზე და მთვარე და მათი ურთიერთდაპირისპირება ამ შემთხვევაში გამოიწვევს და მათი ბრძოლა ენერგიებისას ყველა გამოიწვევს ხასიათვალებადობას გამოიწვევს ასევე ემოციურ გაღიზიანებას ამიტომ კონფლიქტების სხვა სახის უსიამოვნების ტენდენციები ასე დღეს ყოველთვის მაღალია აქედან გამომდინარე 4 შაბათს ვეცადოთ რომ თხილად ვიყოთ ყველანი არავითარი კონფლიქტები პროვოკაციებს არ წამოეგოთ ასევე თქვენს ხასიათვალებადობას და ჯობია რომ 4 შაბათს შვიდად გავიაროთ 4 შაბათი დღე არაფერი აქ ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დაიწყოთ არავითარი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები მოლაპარაკებები არ აწარმოოთ ეს არის რთული დღე თავარი იგი გავიაროთ შვიდად ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე მეტი იუმორი მეტი ურთიერთობა ხელოვნებასთან სასიარულო ადამიანებთან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ მეტად დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ იმიტომ რომ დედამიწა გადადის უკვე პოზიტიურ ენერგოველში და ეს დანარჩენი დღეები გვაძლევს საკმაოდ კარგ შანსებს და პერსპექტივებს და კიდევ ერთი მოვლენა 26 ივნისს უკვე ხუთშაბათს მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა განაძლევს ლომის ზოდიაქოში და საგრძნობად გააქტიურებს ადამიანთა გონება მახვილობას კომუნიკაბილურობას გვაძლევს საშუალებას უმეტად გამოვავალოთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება ვიყოთ უფრო მოდი ეს ვთქვათ ლიდერული ხასიათის და უშიშარი მებრძოლის სულისკვეთების მატარებელი გამოვავალოთ მეტი კეთილშობილება და ასე შემო ეხლა მოდით აღვნიშნოთ რომ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებიც იგრძნობენ დედამიწის პოზიტიურ ენერგოველში გადასვლას სასიკეთო ცვლილებები დავიწყოთ ვერძით ვერგში ამ კვირიდან ვერთა ცხოვრება შეიცვლება სასიკეთოდ მათ შორის ოპტიმიზმი მოიმატებს კეთილშობილება მოიმატებს არაერთი პრობლემები შეგიძლიათ გადაწყვიტოთ არა მარტო საკუთარი არამედ შეიძლება სხვისი პრობლემებიც კი მოაგვაროთ აქ თუ რაღაც იყო პრობლემები საყოფო ცხოვრება კუთხით ამ პრობლემებსაც მოაგვარებთ უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა ახლობლებთან ოჯახის წევრებთან ნათესავებთან მათი თანადგომა იქნება დროული სასიკეთო რაც ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას სხვა შორის სამშობლოში მეტი იქნება ამ პერიოდში წარმატების ფაქტორი ვიდრე უცხოეთში და ინტუიცია ესდება ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ ასევე სწორი ნაბიჯების გადადგმა და სწორი არჩევანის გაკეთება ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის ამ პერიოდში 23 და 27 ივნისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 25 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებს ერგო ტონუსი თქვენი იწყებს მომატებას ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების საკითხების სწორად უკვე ამ პერიოდიდან შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ხდებით უფრო ენერგიული შრომისუნარიანობა ძლიერდება ფსიქოემოციური სტაბილურობა ასევე წინა პლანზე წარმოიწევს და აქვე ამშვეთ რომ უფრო ოპტიმისტური ხდებით ხოდებისმიერ სიტუაციას უფრო ოპტიმისტურად შეხედავთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაგიადვილებთ ნებისმიერ სიტუაციის რაც უნდა რთული იყოს იგი უფრო ადვილად გადალახოს ამის გარდა სახლში ოჯახში შეიძლება რაღაც სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს რაღაც განახლების ტენდენციები გამოჩნდეს მთავარია რა რომ ჯერ კიდევ მაინც აკონტროლოს საკუთარ თავში ცოტა მომატებული ემოცია პერიოდი კარგია მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის შეხვედრებისთვის მოლაპარაკებებისთვის სწავლისთვის მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაციის მისაღებად პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს მგზავრობა მგზავრობის კუთხითაც კი უკვე ამ პერიოდს საკმაოდ კარგი შესაძლებლობები გააჩნია ყველას კარგია თქვენთვის 26 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 24 და 28 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს აქ უფრო თავისუფლად იგრძნობ თავს ანუ ეს რაღაც მარწუხები რომელიც გაწუხებდა წინა პერიოდში აქ უკვე აშკარად შესუსტებიან და ამიტომ თვითარწმენა მატულობს აი შინაგანი რაღაც დაცულობის თვისებაც უფრო მეტად გაზრდიარდება თქვენში და შეგრძნება მოდი ასე ვთქვათ ამავდროულად ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ უწყობს ხელს მოდი ასე ვთქვათ ხანგრძლივ და შორეულ მოგზაურობებს ან მივლინებას უცხოეთში ეს გავითვალისწინოთ მაგრამ სამაგეროდ ადრე დაწყებული საქმეებიდან შეიძლება ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები და ამით საგრძნობად გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა შეიძლება ზოგადად თქვენთაგანი აღმოჩნდეს პრემიების ბონუსების წინაშე ან ჩართოთ საქმეში რომელიც ფინანსური კუთხითაც იქნება მეტად სასიკეთო და მეტად წარმატებული მთლიანობაში თქვენ მიდიხართ მეტად ცხოვრებისეული სტაბილიზაციისაკენ
ოს კარგია თქვენთვის 24 და 29 ივნისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 26 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვი ჯანმრთელობა მეტნაკლებად სტაბილურია. რა შეიძლება კერჩქების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ეხლა მოდის თქვენი დრო კერჩქებებო, იმიტომ რომ ზემ გადაეცვალა უკვე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და აქედან გამომდინარე ყოველ დღე ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ თქვენი ერგოტონუსი მატლობს, იმუნიტეტი ძლიერდება, გემატებათ ენერგია, შრომისუნარიანობა, მებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა. ამიტომ რადგან ეს ყველაფერი თვალსაცემ იქნება და თანდათან ვითარდება ეს და არა უცებ დღეში, ოპტიმიზმიც ღვივდება. აქედან გამომდინარე კომუნიკაბილურობა მატლობს, პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა უმჯობესდება, მაგრამ ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ არის სასურველი მსხვილი საღირლებისა და ფინანსური კაპიტალ დაბოდებისათვის. აი ამისგან შევიკავოთ თავი, მაგრამ სამაგეროდ ხდება შინაგანი სულიერი გარეგნული განახლება, შეიძლება გარეგნული იმიჯის შეცვალოთ. აქ უფრო ხდებით კარგი ლიდერი, კარგი ორგანიზატორი, საკუთარ თავზე უფრო მეტად იღებთ პასუხისმგებლობას, კომუნიკაცია მატლობს თქვენი და ეს პერიოდი ხელსაყრელს გონებამახვილობის გამოვლენას და ინტუიციას ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით უფრო სწორ არჩევანს აკეთებთ და სწორ ნაბიჯებს დგავთ. ოს კარგია თქვენთვის 25 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23-27 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ტემპერატურულ ნიშანს, აქ მოდი ასე ვთქვათ, ცოტა მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და არავითარ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ პარტნიორებთან. იმიტომ რომ პარტნიორთან მხრიდან ზეწოლის ტენდენციები ჯერ კიდევ არის ამ კვირაში, ამიტომ ეცადეთ რომ ეს არ დასრულდეს კონფლიქტები და ამიტომ ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდით. მით უმეტეს ყველას განსაკუთრებული უყურება მართებს 25 რიცხვის მიმართ, რომელიც ახალმთვარეობა და ცოტა მძიმე რთული დღეა. აქ მით უმეტეს არანაირ პროვოკაციებს და კონფლიქტებს არ აღვეთ. თუმცა მოდი ესეც აღვნიშნოთ, რომ სხვა კუთხით არის ასკედოცლე, მაგალითად მეგობრულ წრეს შეგეძლიათ დაერკნოთ, ასევე მოდით ესეც აღვნიშნოთ, რომ აქ რაც უფრო მეტად გაასაიდუმლოებთ თქვენ საქმეებს, იდეებს, სურვილებს, მით მეტად იქნებით წარმატებული. და აღვნიშნოთ, რომ ინტუიციაზე დახრდობა, ასევე ხელშეუწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას, თუმცა ის აღვნიშნოთ, რომ ნელ-ნელა ძლიერდება ფარულ მტერთა, ასევე კონკურენტთა თქვენ საწინააღმდეგო მოქმედება, მოშორნეებს არ ძინავთ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან, რათა უფრო სტაბილურად გავიაროთ ეს პერიოდი. მთლიანად ამ პერიოდს აქ გარკვეული შესაძლებლობა ზოგიერთი იდეაც განახორციელოთ, საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ და პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოაყალიბოთ. ყველას კარგია თქვენთვის 24 და 28 ივნისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 26 ივნისის დღე და ეს რიცხვი. თუმცა 24 მეიხოთ იმის რომ კარგია თქვენთვის, მაგრამ მაინც ახალმთვარეობასთან ახლოა. წინა დღეა და ამიტომ მაინც ცოტა ემოციური კუთხით ვიყოთ ყურადღებით. რაც შეიძლება ქალწული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ აშკარად ეს ნიშანი უკეთ გრძნობს თავს, იმიტომ რომ იგრძნობ თქვენ რომ ნელ-ნელა მატლობს ენერგოტონუსი ყოველ დღე. ანუ ხდებით უფრო შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვრობა, ნაკლებად იღლებით ვიდრე წინა პერიოდში. ამიტომ უფრო მშვიდად გრძნობ თავს, პარტნიორული თანამშრომლობა მოგიტან ძალიან კარგ პოზიტიურ შესაძლებლობებს, ამის გარდა მეგობრული კონტაქტების მნიშვნელოვანი იქნება, მეგობრების თანადგომა, თვალშესაცემი იქნება, ეს არის რეფორმების დრო. შემოგარგებო, სიახლეები შემოიტანეთ თქვენს მეთოდოლოგიაში, თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება მოგეთ ახალი ვარცხნილობა, შეიძლება ახალი მობილური ტელეფონი, ახალი ბური ურთიერთობები და შემდგომ. აი ეს ყველაფერი წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და აქედან შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. რაც მეტად სპონტანურად იმოქმედებთ, უფრო თავისუფალი გრაფიკი გექნება და ორიგინალურად გამოავლენ თქვენს იდეებს. და თქვენს პერსონას მეტად იქნებით წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 26 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 24 და 29 ივნისის დღეები და შესაბამისად რიცხვებიც. რაც შეეხება სასტორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, რომ მეტი პოზიტიური შესაძლებლობები გექნებათ აქ, რათა გამოავლინოთ საკუთარი თავი კარიერული კუთხით, აქ შეიძლება მიიღოთ კომპენსაციები ძველი დაუშვათ პროექტებიდან, ან ძველი თქვენი საქმეებიდან, რაც გაუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. ეს პერიოდი ასევე ჯერ კიდევ კარგია მგზავრობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, რაც უფრო მეტად კარგი ჰარმონიული ურთიერთობები გაქვთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს უფრო მეტად ხელშეუწყობს დაუშვათ თქვენი კომპეტენციის გამოვლენას, პროფესიონალურ წინსვლას, კარიერულ განვითარებას და სხვადასხვა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგია. ყველას კარგია თქვენთვის 23-27 ივნისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 25 ივნისის დღე და ეს რიცხვიც.
რომელიც ამ თხილადაც წინდახედულად უნდა გავიაროთ. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, პირველ რიგში თქვენი გუნება განწყობა ახკარად უმჯობესდება, ენერგოტონუსი მართლობს, ამიტომ ხდებით უფრო შრომისმნარ, უფრო ნებისყოფიან, უფრო მოუთმენი, უფრო შეუპოვარი ოპტიმიზმი მართლობს თქვენში და აი ყველა სახის ცვლილებებს აქ უფრო ოპტიმისტურად ასე ვთქვათ, მიუდგებით, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ეს ის პერიოდია, რომ შეუბისას უკვე ძალიან კარგია ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ამიტომ უცხოეთში დავუშვათ მივლინება, მგზავრობა, მოგზაურობა იქნება აქ მეტად ნაყოფიერი. შეიძლება გაიცნოთ სწორედ ეს ადამიანები, რომელთაც ერთად ჩამოყალიბდება შემდგომი თქვენი პარტნიორული თანამშრომლობა, რომელიც შეიძლება უცხოეთიდან მატერიალური დივიდენდები მიიზიდოთ, რაც ასევე გაუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. ეს ის პერიოდია, რომ შეუბისას შეგვიძლია ძალიან კარგად ლიდერული თვისებების წარმოჩენა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საქმოდ გაუმჯობესება თქვენი ავტორიტეტის სწავლაც უცხოეთში იქნება მეტად ნაყოფიერი ამ პერიოდში. ყველას კარგია თქვენთვის 26 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 24-29 ივნისის დღეები და რიცხვების, თუმცა 25-იც რომ ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ, ეს უკვე იცით. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსანთა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, ამიტომ დაძაბულობა აშკარად იხსნება თქვენს სიუღლებ ამას გზნობ და ეს უფრო მეტად აძლიერებს თქვენს ოპტიმიზმს, ენთუზიაზმს და ვშოთ რომ იუმორით უფრო მეტად გაიხსენებთ იმ დავუშვათ წარსულ ტენდენციებს, რომელიც იყო თქვენს ცხოვრებაში. ეს ის პერიოდია, რომელიც ასევე ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების, პარტნიორული თანამშრომლობის ფაქტორის გაძლიერებას და რაც უფრო მეტად პარტნიორული ურთიერთობა გინდათ ბიზნეს, გინდ საქმიან პარტნიორებთან, გინდ პირად ურთიერთობებში იქნება სტაბილური, მით მეტად წახვალწინ და იქნება წარმატებული. თუმცა ეს პირა უკვე ითხოვს თქვენგან ენაზე ყველის ნაჭეროს, საიდუმლოს დაცვას და ნუ გათქვავთ ინფორმაციას თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ, რათა სხვებმა ეს არ გამეკანოს შემდგომ თქვენ და საწინააღმდეგოდ. ყველას კარგია თქვენთვის 24 და 29 ივნისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 26 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისქა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ აშკარად უკვე მოაწესრიგებთ თქვენს საქმეს, თქვენს ურთიერთობებს, თუ რაღაცა იყო აქ არეული ან პრობლემური. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენთვის, შემოქმედებითი კუთხით ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები. ეს პერიოდი ხელს უწყობს ასევე ლამაზი კომფორტული დიზაინის შექმნას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. პარტნიორული თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სხვათვის ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. გინდა საქმე ბიზნეს პარტნიორებთან, გინდა პირად ურთიერთობებში, ასომარტად ურთიერთობა არის დალაგებული, ეს ხელს შეუწყობს ასევე თქვენს მეტად წინსვლას გავითარებას და ერთობლივ პარტნიორულ სასქესო თანამშრომლობას. რაც შეეხება მერწყულის და ყველას კარგია თქვენთვის ესაც დაგვეცეს 25 რიცხვი ივნისისა, თუმცა 25 იცით რომ მაინც ახალმთვარეობა მიხვდეთ იმისო რომ იგი კარგია, მაინც ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ფარულ მტრებს არ ძინავთ და რაიმე სახის რთულებმა მაინც არ ეჩინონ თავი და რთულია 23 და 27 ივნისის დღეები და ეს რიცხვებიც ამათაც მეაქცევთ ყურადღება. მას შეეხება მერწყულებს აქ უფრო თავისუფლად მოქმედებს, სხვა შორის მეტია შანსი წარმატებისა იდეების რეალიზაციისა და იღბლიანობა მათლობს, მათ შორის საქმიანობისას. თუმცა აღმოჩნდეთ, რომ ზოგიერთ ისეთი ხელისშემშელი ფაქტორები ჯერ კიდევ იჩენენ თავს. ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ ასევე ჯანმრთელობას, მართალია ენერგოტონუსი ჯერ კიდევ სტაბილურია, მაგრამ მაინც ვიყოთ ყურადღებით ამ ხრივ, ჯანმრთელობის ხრივ და ცოტა მეტი ტაქტი თავდაჭერა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან მიმართებაში. აქ რაიმე სახის, ასე ვთქვათ, ურთიერთწინააღმდეგობას არ კონდეს ადგილი. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, მაშინ კვირა იქნება გასძლევთ უფრო სტაბილური და უფრო მშვიდი და წარმატებული თქვენთვის. ყველას კარგია თქვენთვის 24 და 28 რიცხვები და არ ვარგა 26 და ნუ ნაწილობრივ 25 ივნისის დღეც. თუმცა ეს პერიოდი მაგალითად კარგია შვილებთან ურთიერთობისათვის, პარტნიორული სასქესო კონტაქტებისთვის, მათ აი აქვთ გარკვეული კარგი პერსპექტივები ამ ურთიერთობებს. რაც შეეხება თევზების ზოდიაქს და თევზებს რაც შეეხება, ესე იგი მე-12 ნიშანი, აქ აშკარად გზნობთ, რომ ენერგოტონუსი მატულობს. ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, განწყობაც უმჯობესდება, უფრო კომფორტულად გზნობთ თავს, თვითშეფასების კრიტერიუმი მოიმატებს თქვენი პოპულარობა საზოგადოებაში, ასევე მეტად იქნება დაბეჭდილი და უფრო იღბლიანი ხდებით, მაგალითად სასახლე
სოციალურ ურთიერთობებში, ლოტარეებში, კონკურსებში, სადაც ახმეტების ფაქტორი გაქვს ძალიან მაღალი. ურთიერთობა შვილებთან უმჯობესდება. რომანტიკული კავშირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უფრო მეტიც თავისუფლად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ამიტომ შეგიძლიათ კარგი ორგანიზატორული მონაცემები გამოვიდოთ. მთლიანობაში პერიოდი თქვენთვის საკმაოდ კარგი იწყება, ამიტომ უფრო მეტად იაქტიურებთ, თქვენ მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ და ასე შემდგომ. რათა უფრო წარმატებულები იყოთ. ყველას კარგად თქვენთვის 26 ივნისის დღე და ეს რიცხვი ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებით, თუ იმოქმედებთ ინტუიციაზე დაყრდნობით, ეს უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ და არ ვარგათ თქვენთვის 24-28 ივნისის დღეები და ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.